ესე იგი, სად გავჩერდით წინა ლექციაზე, ანუ ვაწყობთ აი ამ რაღაც Twitter-ის მსგავს აპლიკაციას ვაწყობთ და წინა ლექციაზე გავჩერდით, ესე იგი, სად რომ უნდა გაგვეკეთებინა აი ამ ფორმის დასაბმითების ნაწილი, ანუ ბაზაში რო ჩაეწერა ეს ინფორმაცია, ანუ სერვერის მხარე და ამის მერე უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის გამოტანა კლიენტის მხარეზე და ცოტა რაღაც JavaScript-ებიც უნდა დავუმატოთ, რომ დაუშვათ ეს იტვირთებოდეს scroll-ზე. უნდა დავუწეროთ ამას სერვისი, რომელიც დაგვიბრუნებს ინფორმაციას JSON ფორმატში. და პრინციპში ვნახოთ მერე კიდე დრო როგორ გვეყოფა იმის მიხედვით, რაღაც ძებნა შეგვიძლია დავამატოთ კიდე. ოკეი. JavaScript-ენ რაღაც არის JSON იმანა. სტეთენ. არის. ოკეი, ესე იგი აქ რა გვიწერია? ძალიან მოკლედ გაგაცნობთ. აი, პავლე არის პასუხისმგებელი, მაგრამ Classroom-ში ხო? არა, YouTube channel-ზე იდება. ვიღაცა ვიდეოს არ უყურებს. არც იცის რომ იდება. ოკეი, აქ რა გვიწერია ესე იგი რომ ვასელექტებთ ესე იგი ფორმის ელემენტს HTML-ში რაც გვაქვს, ეს არის ფორმის ID. აი ამ ფორმის ID. $dollar არის ჩვეულებრივი ფუნქციის სახელი, აი ამ ადგილას შეგვიძლია დავწეროთ jQuery, გლობალური ფუნქცია, რომელშიც ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მაგიური რაღაცები ხდება რა, რაც jQuery მიცის. უბრალოდ ობიექტი არის, სადაც რაღაც ფუნქციები არის რა. თვითონ როდესაც ამ ფუნქციას იძახებ, ამ ფუნქციას გადაეცემა სელექტორი, ასე ვთქვათ, string-ად, რომლიდანაც მე შეგვიძლია ან events უსმინოთ, ან რაღაც თვითონ DOM-ის ელემენტზე რაღაც მოქმედებები ჩავატაროთ. შეგვიძლია გამოვიძახოთ დაუშვათ რამე მეთოდი, მაგალითად, თუ დავწერთ ეს რაღაცას, მეთოდის გამოძახება ხდება წერტილით და შემდეგ მეთოდის სახელით, მაგალითად, post მეთოდი შეგვიძლია გამოვიძახოთ. get მეთოდი, ajax მეთოდი და ასე შემდეგ, ან ძალიან ბევრი რაღაცები არის. როცა ესეთი სინტაქსი გვიწერია, ეს არის უბრალოდ ამ ფუნქციის შესრულება, ხო? ფრჩხილების მიწერა ფუნქციის მერე ნიშნავს, რომ ფუნქცია სრულდება. იგივეა ზუსტად აი ესეთი რაღაცა არის, რომ ამ jQuery ფუნქციას მეორე სახელი აქვს $. ან სადღაც jQuery-ის კოდში წერია ესეთი რაღაცა, რომ var $, jQuery-ს. ხო? და ვარ jQuery ვაწერო. $-ის ნიშანი ფუნქციის ამოშენება. JavaScript-ში ხო? JavaScript-ში არ, PHP-ში არის $-ით მოიწერა, მაგრამ აქ ეს უბრალოდ ანუ $-ი მოინდომა ამ შექმნა შეიძლება რა დავუშვათ რაღაც ქვედახაზი გამოიყენებინა ან ნებისმიერ სხვა სიმბოლო რა. არა გაუცილებელი მანდ $-ს. ოკეი, დავუბრუნდეთ $-ს. ესეთი jQuery თითქმის არსად არ შეგხვდებათ. ერთადერთი შეიძლება შეგხვდეთ ისეთ ადგილებში, თუ დავუშვათ არის რაღაც ბიბლიოთეკები jQuery-ს გავსი, რომელიც ასევე $-ს იყენებს თვითონაც და კონფლიქტი თუ ხდება, შეიძლება jQuery-ს დაწერა მოგიწიოთ არა $-ის. არა, ეგ ძალიან იშვიათად. ბევრი ბიბლიოთეკა არ იყენებს როგორც ეს $-ს. ოკეი, ესე იგი, ჩვენ გვიწერია უკვე ეს event listener გვიწერია, ხო უსმენთ აი ამ ფორმიდან, ესე იგი, დასელექტებული ფორმიდან submit events. ვაკეთებთ prevent defaults, რაც ესე იგი უკრძალავს, ასე ვთქვათ, ბრწყალებში ფორმას, რომ გადავიდეს აი ამ action link-ზე, რაც ამ ადგილას უწერია და მაგისმაგივრად, ესე იგი, ჩვენ ვასრულებთ იმ კოდს, რაც ჩვენ გვინდა, ამ JavaScript-ის კოდს და ეს კოდი არის რა, ესე იგი, ვიძახებთ აი ამ add tweet PHP files, რომელიც ისევ ამავე დონეზე არის, სადაც index.php და ვატანთ რაღაც პარამეტრებს, რომელიც ჩვეულებრივად იგზავნება როგორც post პარამეტრები, დაუშვათ რაც ამ ფორმის დასაბმითების მერე გაიგზავნებოდა სერვერზე. აი ეს არის ჩვეულებრივი ობიექტი, აქ ჭყალები არ არის აუცილებელი. აი ამ ობიექტია საუბარი, ხო? და ეს ფუნქცია არის ის ფუნქცია, რომელიც შესრულდება მას შემდეგ, რაც აი ამ ასე ვთქვათ, მოთხოვნიდან პასუხი დაბრუნდება, ხო? როცა აი დავუშვათ ბაზაში
ჩანაწერს გავაკეთებთ ან რაღაც მოქმედებას დაასრულებს PHP, ეს ფუნქცია შესრულდება მე. კიდევ ამაზე უფრო მარტივი გზა, როდესაც დავუშვათ ფორმის ინფორმაციის გაგზავნა გვინდა და არა დავუშვათ ხელით შედგენილი რაღაცა ობიექტის გაგზავნაზეა საქმე, შეგვიძლია ესეთი რაღაცა დავწეროთ. ისევ დავასელექტოთ ფორმა და ამ შემთხვევაში აი კი ხურება ეგ ჭხილი, კონეთი ხურება. ეს ერთი ხაზია. და აი ამ ფორმიდან, ამ დასელექტებული ფორმიდან შეგვიძლია გამოვიძახოთ serialize მეთოდი, serialize, რომელიც ესეთ რაღაცას აკეთებს, ანუ ეს serialize ადგება და აი ამ ფორმის შიგნით ყველა inputs ამოიღებს თავის მნიშვნელობებიანად და უკვე იმ ობიექტს თვითონ გააკეთებს. აქ შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრი input ელემენტი გქონდეს, ხო? ანუ n რაოდენობის ველი შეიძლება იყოს, ესე სათითაოდ რო არ ვწეროთ დავუშვათ სათითაოდ რო არ ვწეროთ ყველა ამ input-ის სახელი და ობიექტებს ხელით რო ჩავყავოთ, ძალიან მოსახერხებელი არის აი ამ ფუნქციის გამოძახება, serialize ფუნქციის. იგივენაირად, სერვერის ხარეზე არაფერი არ იცვლება. ანუ იგივე key იქნება იმ PHP-ის ხარეზე, ესე იგი post/ის key იქნება ისევ აი ამ input-ის სახელი, რომელიც როგორც ჩანს ჯერ არ აქვს და value იქნება რა, რაც წერია შეგნით რა, აი ამ ტექსტერიას მივიცეთ ხა რაღაც name. დავუშვათ tweet text. და აი ამ სახელით, ესე იგი მოგვივა PHP-ის ხარეს. აი ესეთი რაღაცა იქნება. tweet text. ხო, ეხლა ანუ როდესაც აი ამ event listener-ის შიგნით გვინდა ესე იგი აი თვითონ უკვე დასელექტებულ ელემენტზე მოქმედება, ანუ ჯობა. ხელმეორედ რო არ ვასელექტოთ, აი აქ შეგვიძლია პირდაპირ ესეთნაირად გამოვიძახოთ $-ის ნიშანი და ფრჩხილებში ზის. ანუ აი ეს იგივე რაც აი უკვე რაც დავასელექტეთ გარეთ, ამ თავარი ობიექტი რაც არის, იგივე ობიექტს იძახებს აი ამ ადგილას. კაი, და ნახოთ ახლა ესე იგი, მოდი ეს დავლოკოთ ესე იგი კონსოლში, გამოვაჩინოთ, რაც დაგვიბრუნებს. და კიდე ხო, უკვე სერვერიდან დაბრუნებული ინფორმაციაც უკვე როცა დაბრუნდება, მე იმას ვქნათ, შევინახო, გამოვაჩინოთ და პრინციპში მეტი აქ არაფერი გვინდა. კაი, ახლა ამას დავარეფრეშებ. და ნახოთ ის ელემენტი რა გამოცხადდა. გადავდივართ აი ამ network panel-ზე, სადაც ესე იგი მოთხოვნები ჩანს, რაც სერვერზე სრულდება. იდეაში აქ არის ბევრი განყოფილება, დავუშვათ JavaScript-ის ფაილები, რო იტვირთება CSS-ის სურათები და ამ შემდეგ ჩვენ გვინდა XH არის, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული AJAX მოთხოვნები სერვერზე რაც მიდის ასინქრონულად. და გავაჭიროთ ამ Relax. აი ეს არის ესე იგი ჩვენი მოთხოვნა, რომელიც აქ ჩანს. აი ეს არის პარამეტრები, რაც ფორმის ინფორმაცია, რაც სერვერზე გაიგზავნა, tweet text-ი, name-ში რაც იყო ჩაწერილი და მნიშვნელობა. და ეს არის პასუხი. სერვერიდან რაც მოვიდა. ან ფაქტობრივად ეს რაღაც გავაკეთეთ, რომ რაც გავუგზავნეთ სერვერს, იქიდან უკან დაგვიბრუნა იგივე, უბრალოდ წინ რაღაცა სხვა ტექსტი დავუმატა.
აი, ეხლა რა დაგვჭა? ანუ ეს ინფორმაცია უნდა ავიღოთ და ჩავწეროთ ბაზაში. და სანამ ამას გავაკეთებთ, მანამდე უნდა გამოვაჩინოთ ვიზუალურად თან, უბრალოდ პარალელურად უნდა გამოვაჩინოთ ვიზუალურად აი ამ ადგილას. ესე იგი, რასაც დაამატებს მოხმარებელი, უნდა ჩანდეს აქვე სანამ სერვერიდან პასუხი მოვა. მოდი ჯერ გავაკეთოთ და მერე გადავიდეთ სერვერის ნაწილზე. იდეაში ჩვენი ამოცანა არის ახლა რომ აი ესეთი ელემენტი დავამატოთ იდეაში აი ამ ადგილას. ანუ აი ამ div-ის შიგნით ეს არის პირდაპირ აი ეს div არის პირდაპირ შვილი აი ამ div-ის, ხო? ანუ იგივე დონეზე სხვა რაღაცებიც არის დავუშვათ სხვა ელემენტებიც, მაგრამ ანუ ამის მშობელი აი ამ div-ის მშობელი რო აყვეთ ასე ვთქვათ ზემოთ იერარქიულად არის აი ეს div wrapper-ი. ამიტომ რაღაც ელემენტი რო დავამატოთ ამის ქვემოთ ან ზემოთ აი ამ ლისტის ქვემოთ უნდა დავამატოთ აი ამ wrapper-ის შიგნით ასე ვთქვათ. ეს ხდება შემდეგნაირად. მოდი აი აქ გავაკეთებ. ის ანუ ვიზუალურად აი ამ ადგილას უნდა გამოვაჩინო ეს დამატებული ტექსტი. ანუ აქ add tweets რო დააწება, ჩახდება ამ სიაში, ხო? მოდი ეს wrapper-ი ცალკე დავტოვოთ და აი აქ გავაკეთებ ცალკე divs. და დავაქვათ, დავუშვათ. tweet list. სახელს არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ რაღაც შეიძლება დავაქვათ. და უშუალოდ, ანუ ამის ეს გავხადოთ ასე ვთქვათ მშობელი ამ ჩვენი tweet-ების ლისტის. აი ესეთი. ანუ ახლა ამ შემთხვევაში აი ამ ადგილას უნდა დავამატოთ, აი ამის შიგნით უნდა დავამატოთ ესეთი ობიექტები. ეს ხდება შემდეგნაირად, ანუ ვასელექტებთ იმ divs, ну, რამდენიმენაირად ხდება, მაგრამ დაჟევებით ყველაზე მარტივი ეს გზა არის. ანუ ვასელექტებთ აი ამ მშობელ divs. შეგიძლიათ, ესე იგი ID ატრიბუტით ვიყენებთ აი ID ატრიბუტით როცა ვასელექტებთ ვიყენებთ ამ ds, შემდეგ ID-ის მნიშვნელობა და აქ გვაქვს ესეთი ფუნქცია წერტილი ნიშნავს, რომ აი ამ ობიექტიდან ვიძახებთ რაღაც მეთოდებს, ანუ ბევრი მეთოდია საკმაოდ და ნებისმიერი მეთოდის გამოძახება შეგვიძლია, რაც jQuery-ს აქვს. ეს არის jQuery-ს მეთოდები, ან არა native JavaScript-ის ასე. გვაქვს ორი მეთოდი, რომელიც ახლა დაგვჭირდება, ეს არის append-ი, რომელიც აი ბოლოში ამატებს, ბოლოდან ამატებს რაღაც ელემენტს და გვაქვს prepend-ი, რომელიც თავში ამატებს ელემენტს. მოდი ჯერჯერობით prepend-ი გამოვიყენოთ და ამ prepend-ს ჩვეულებრივად შეგვიძლია გადავცეთ HTML-ი, რომელიც დამატებაც გვინდა. აი მაგალითად ესეთი რაღაცა. ეს ახლა ისე აკეთებ, რომ განაახლებ რა ხდება, ხო? კი, ჯერჯერობით ეს ბაზაში არ ინახება, უბრალოდ ვიზუალური ეფექტია, რომ ვითომ დაემატა. აქ პატარა შეცდომასავით გვაქვს, ანუ JavaScript-ს ესეთი შეზღუდვა აქვს, რომ string-ი როცა გვაქვს, რაღაც ნებისმიერ string-ი, ახალი ხაზის სიმბოლოს გამოყენება არ შეიძლება ამ string-ში. ესეთი შეცდომა თუ სადმე შეგხვდებათ. ანუ აი ხარ უბრალოდ ეს string-ი აქ იხსნება და აი აქ ხურება, ხო? როცა ახალ ხაზს ხედავს, ეგ არის სინტაქსური შეცდომა იდეაში. რატომღაც ეგრე გააკეთეს. ორი გამოსავალი არსებობს. ერთი რომ გამოვიყენოთ აი ესეთი სიმბოლო, დახრილი ხაზი, ყველა ხაზზე, გარდა ბოლო ხაზისა. ან მეორე ვარიანტია, რომ გადავაბათ ეს string-ები, როგორც თავშოთ PHP-ში წერტილს რო ხმარობდით ხოლმე. ანუ რამდენიმე დამოუკიდებელი string-ის, ვთქვათ, concatenation-ი რო გავაკეთოთ. ეს ნე. მე მგონი ეს ხო ჯობია. ეს ჯობია ბევრად თან, მაგრამ მე ჯობია. და რატო ჯობია? იმიტომ რომ აი აქ ძალიან ადვილია უკვე მე დინამიური ცვლადების ჩასმა რა, დავუშვათ თუ ერთი string-ი გაქვს და იქ დინამიური არაფერია, პრინციპში ერთ ეგივეა. ახალ JavaScript-ში ბარი მაგასაც გეტყვით, ახალ JavaScript-ში უბრალოდ ახალი ES6 ქვია, ასე ვთქვათ, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ძალიან ახალ ბრაუზერებს აქვს და ასე ვთქვათ, სტანდარტად არ არის ქცეული. შეგვიძლია ესეთი რაღაც დავწეროთ, ან ესეთი სიმბოლო გამოიყენება, tab ღილა კიწერს ამ სიმბოლოს
და ამის შიგნით ჩვეულებრივად შეგიძლიათ ასე ვთქვათ ახალი ხაზების გამოყენება. არა ეს ძალიან ბევრ ბრაუზერს არ აქვს ამ ხაზი ჯერ. თუმცა უახლოეს მომავალში ექნება. ну სადმე თუ შეგხვდებათ JavaScript-ში იცოდეთ, რომ ესეთი რაღაცა შეიძლება string-ებთან მუშაობისას. და აქ გვინდა ესეთ რაღაც გაკეთება, რომ აქ უნდა ჩავსვათ აი ლორემ იქსუმის მაგერად ის ტექსტი, რაც ტექსტარიაში წერია, ამიტომ ეს რაღაცას გავაკეთებ. მოდი დავასელექტოთ აი ეს ტექსტარია, ეს tweet-ი. და ამ tweet-იდან ვიძახებთ val მეთოდს, ანუ values მნიშვნელობას, ესე იგი რაც ტექსტარიას მნიშვნელობა არის. და პრინციპში ეს უკვე უნდა დაემატოს. ჩვენი HTML-ი. ნახოთ. აი ეს არის ზუსტად იგივე HTML-ი ემატება, აი მოდი განახევთ. აი ამ ლისტს რო დააკვირდეთ, ესე იგი აი ამ tweets list div-ის შიგნით დაემატება აი ესეთი, ესე იგი ეს და აი ესეთი რაღაცა რა. ეს ორი რაღაცა უნდა დაემატოს. ეს რაღაცა დაემატა. და მოდი ამ დამატების მერე ეს ტექსტი გავასრულთავოთ. რაც ძალიან მარტივად ხდება ასევე. მოდი აი ამას დავასელექტებ ქვემოთ ისევ. და უბრალოდ value else კი არ გამოვიძახებ, არამედ გადავცემთ real strings. ანუ თუ უბრალოდ ვიძახებთ და პარამეტრს არ გადავცემთ, ესე მუშაობს ეს მეთოდი და ზოგადად ბევრი მეთოდი რა და PHP-ში. თუ უბრალოდ გამოვიძახებთ მნიშვნელობას გვიბრუნებს, რაც უკვე წერია შიგნით, თუ რამე პარამეტრს გადავცემთ, ამ პარამეტრს მიანიჭებს მნიშვნელობად. ანუ აქ რო გადავცემთ real string-ი, ადგილა და real string-ს დაწერს აქ, ანუ გაასრულთავებს მაგას. ბაზა რა არის და ტექსტარია. ანუ დავიფრეშებ. ეხლა ანუ დაემატება და პლუს ამას ეს გასუფთავდება. მიხვდით ხო აქ რა ხდება, ანუ მომენტ დამატი რაღაცა არის. არის რამე გაუგებარი? ოკეი, ეხლა გვინდა რომ ეს ინფორმაცია უკვე შევინახოთ ბაზაში. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მოდი ისევ ის PDO-ს ნაწილი ბაზასთან დაკავშირების ნაწილი გავაკეთოთ აქ, ვთქვათ. ეს უკვე გავლილი გვაქვს, ანუ ჩვეულებრივად PDO-s ობიექტს ვქნი, აქ გადავცემ connection strings, ანუ მონაცემთა ბაზის ინფორმაციას, რითაც უნდა დაუკავშირდეთ მონაცემთა ბაზას. დიაში გვაქვს ესეთი სინტაქსი. host-ი არის local host-ი. აქ გვაქვს db name-ი, მონაცემთა ბაზის სახელი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის Twitter-ი და აქეთ გადაეცემა კიდე username-ი მონაცემთა ბაზის და paroli, რომელიც არის. აქ კიდე ერთ პარამეტრს დავამატებ, ესეთი რაღაცა არის charset utf8. ეს გამოიყენება იმისთვის, რომ ქართული Unicode-ი სწორად შეინახოს. სად? არა. სწორად მახსოვს არ უნდა ნახოთ. ოკეი. მოდი try-catch-ი ჩავსვა მაინც ყოველ შემთხვევაში. და ნახოთ თუ უკავშირდება ბაზას. ეს გვაქვს, ესე იგი edit with PHP-ში.
ну, შეცდომა არ გამოვიდა, დიდი ალბათობით დაუკავშირებ. ოკეი, და აქ გვინდა ახლა ესეთი რაღაცის გაკეთება, ანუ მოგდის რამდენიმე პარამეტრი, უბრალოდ პრინციპში ერთი პარამეტრი კლიენტის ხარიდან მოგდის, ერთი პარამეტრი, ანუ რომელი იუზერი ამატებს თვით, ეს უკვე სესიაში უნდა გქონდეს შენახული, ანუ კლიენტის ხარიდან ეგ არ უნდა იგზავნებოდეს. და მოდი ეგ ნაწილი ბოლოს დავამატოთ, ანუ ავტორიზაცია და ვინ არის დალოგინებული და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უბრალოდ ავიღოთ აი ეს თვითი, ანუ ტექსტი, რაც ჩაწერა მომხმარებელმა და მხოლოდ ეგ დავამატოთ. ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ესეც გაკეთებული გვაქვს უკვე. ანუ თვითონ ამ SQL-ის prepare-ს გავაკეთებ. სინტაქსი არის ესეთი, ხო? Insert into table-ის სახელი მოდის ამის მერე. tweets. ამის მერე უწერთ სვეტების სახელს, ასეთებიც გვინდა რომ შევავსოთ. აქ გვაქვს ესე იგი ID, user ID, content და add date. შემთხვევაში ჩვენ წერთ მხოლოდ user ID-ს და contents. ID ვიცით რომ auto-increment-ი არის და ყოველი ჩაწერის დროს ერთად გაიზრდება და add date-ზე მინიჭებული გვაქვს default მნიშვნელობა, რომ მიმდინარე დრო ჩაწეროს. ანუ მხოლოდ წერთ აი ამ მნიშვნელობას. ესე იგი user ID და content-ი. და შემდეგ მოდის ესეთი რაღაცა. აქ არის user ID და აქ არის content. ამის მერე უნდა გავაკეთოთ. კი. როგორც მე მგონი წინა ლექციაზე ვთქვით ეს ხო? ანუ სამი ეტაპი ხდება ხო? ესე იგი პირველი არის prepare-ი, მონაცემთა ბაზაში ჩაწერა ხდება სამი ეტაპად. პირველი არის prepare-ი, ანუ SQL ბრძანების მომზადება, ასე ვთქვათ. მეორე ეტაპი არის პარამეტრების მიმაგრება, ანუ აი ეს user ID და content-ი რა ცვლილებიდან უნდა აიღოს. EDO-მა ასე ვთქვათ და მესამე ეტაპი არის უკვე execute მეთოდის გამოძახება, რომელიც უშუალოდ შეასრულებს ამ მოთხოვნას. ანუ აი ამ მეთოდის გამოძახებით ეს მოთხოვნა ჯერ არ სრულდება. ანუ მონაცემთა ბაზამდე არ მივდივართ ჯერ ეს ხო PHP-ის კოდი არის. ვიძახებთ prepare უკვე bind param მეთოდს აი ამ STH სვლადიდან. ანუ ეს არ აგერიოთ ხოლმე, ესე იგი prepare-ი გამოიძახება აი ამ EDO-ს გლობალური ობიექტიდან, ასე ვთქვათ, გლობალური სვლადიდან და bind param და bind value უკვე გამოიძახება მომზადებული აი ამ STH სვლადიდან, ხო, ნებისმიერ რაღაც შეიძლება ამას ვთქვას. და შემდეგ უკვე execute-იც აი ამ სვლადიდან გამოიძახება, ესე იგი ერთადერთი EDO-დან გამოიძახება მხოლოდ ეს prepare მეთოდი. ვაკეთებთ ეს რაღაცას bind param გადავცემთ user ID-ს და ვეუბნებით რომ აიღოს user ID სვლადიდან, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ იარსებებს, მანამ სანამ execute-ს გამოვიძახებთ და აქ გვაქვს STH bind param content-ი და ასევე ავიღოთ ესეც content სვლადიდან. მოდი ამ ცვლადებს აქვე გამოვიძახებ პირდაპირ execute-ს. და აი ამ ცვლადებს მივანიჭოთ მნიშვნელობა დასაწყისში user ID პირობითად ჯერჯერობით სანამ ავტორიზაციის ნაწილს დავამატებთ იყოს რაღაც რიცხვი ნებისმიერი და content-ი კონდეს აი ამ პოსტსვლადიდან აღებული ინფორმაცია. აქ ესე იგი ინფორმაცია მოგდის აი ამ name atribute-ის მნიშვნელობა რაც არის ხო tweet text-ის სახით. ამ კოდს ახლა რა თქმა უნდა ბევრი რაღაც აკლია,
თუნდაც იგივე ავტორიზაციის ნაწილი, თუნდაც ამის ვალიდაცია, ასე შემდეგ, უბრალოდ ჯერჯერობით ყველაზე მარტივ ვარიანტს ვაკეთებთ, მე ნელ-ნელა გავართულებთ. იდეაში ამ ნაწილს, ამ ფუნქციონალს გავაკეთებთ მე OOP-ს დავუშვათ სახით, OOP-ზე როცა გადავალთ და იგივეს გავაკეთებთ framework-ზე, რომ დაინახოთ ასე ვთქვათ, უფრო კარგად განსხვავება რა არის და რატო ჯობია ისე გაკეთება, ვიდრე ესე გაკეთება. ეს არის ასე ვთქვათ, ყალიბში ვთქვათ, ყველაზე ცუდი არა, როგორ ვთქვა, დილეტანტური გზა რა. ესეთი კოდი არ უნდა წეროთ ხოლმე როგორც ეს. თუ ძალიან მარტივ რაღაცას ააკეთებ. ხო, კონტენტი გვაქვს და execute-იც გვაქვს. ნახოთ რა მოხდება. თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, იდეაში უნდა შეინახოს ყველაში. ანუ ეს არ დაწერები პარამეტრი ჩავადება იმაში. კი, ოღონდ ახლა ჩვენ ერთი რაღაც გვეყარება აქ, აი აქ გვაქვს foreign-key კავშირი 1 2 3 რო გადავაწოდეთ აქ user ID და იქ არ შეინახავს, იმიტომ რომ ესეთი ID-ით user-ი არ ყავს აქ. ამიტომ აქ გადავაწოდოთ ორიანი. ანუ ისეთი ID, რომლის შესაბამისი user-ი არის ბაზაში. და ეხლა ვნახოთ. network-ში შევიხედოთ. ცდომა არ არის და ჩანაწერით გააკეთა ოღონდ კონტენტი რატომღაც გამოტოვა. ნახოთ რა მოხდა. ჩავწერი არაფერი? არა, აქ ცარიელია, არაფერი არ გაიგზავნე, სამი. Tweet text. ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებ ხა მე აქ. იდეაში აი ვასუფთავებ ტექსტარიას და მე ვიძახებ სერიალას. ანუ ეს უნდა მოხდეს. ეს უნდა მოხდეს აი ამ serialize მეთოდის გამოძახების მერე სადაც. ხო, ანუ აქედან ესე იგი ამ ტექსტ სახლიდან შევავსებ. და ეხლა წესით უნდა შეიწეროს. აი ეს არის მეორე ჩანაწერი, რომელიც უკვე სწორია. აი სხვათა შორის, ანუ ესე ძალიან საინტერესო ის არის, იმის გამო რომ აი ეს სვეტი დაკავშირებული არის user ID-ის შესაბამის სვეტთან, პირდაპირ არის ასე ვთქვათ გალინკული ასე ვთქვათ, ეს ID-ის მიხედვით, აქ რო ორიენტს დავაჭიროთ, user-ების თეიფში შესაბამის ჩანაწერზე გადაგვიყვანს ეს php-admin-ში და შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ ესე იგი რომელი user-ს აქვს ეს გაკეთებული. ეს ჩანაწერი გაკეთებული. აი ჩანაწერის გაკეთება პრინციპში გავაკეთეთ ძალიან მარტივად, ამას კიდე რაღაცებს დავუმატებ ხა, ჯერჯერობით ესე იყოს. ეხლა გავაკეთოთ, მოდი, რა ქვია, ინფორმაციის წამოღება სერვისის სახით. მოდი დავამატებ კიდე ერთ ფაილს. ეს იყოს get tweets php და ამ ფაილშიც უნდა გავაკეთოთ ესე ვთქვათ მონაცემთა ბაზიდან რაღაც ინფორმაციის წამოღება და დამუშავება. აი ეს კოდი ორივე ფაილისთვის საერთო იქნება, ხო, იმიტომ რომ ბაზასთან კავშირი ორივე ფაილში ერთნაირად გვჭირდება, ამიტომ ეს რაღაც გავაკეთებ. ამ კოდს საერთოდ წავშლი აქედან, გავიტანთ სალკე ფაილში. და უშუალოდ დავაკვათ db.php და აი ამ db.php-ს გამოვიძახებ include and require მეთოდით იმ ყველა იმ ფაილში, სადაც მონაცემთა ბაზაზე რამის გაკეთება მჭირდება. რო არ გამიტანა ერთი ეგრევე კოდი უნდა მეკოპიერებინა ყველგან და მე დავუშვათ რამის სხვა მონაცემთა ბაზაზე დაკავშირება რომ მოგიდეს რაღაცა უნდა ადგე და ყველა ფაილი საერთოდ ჩამოვარო და შეცვალო, ხო? ანუ იდეაში
ერთი და იგივე კოდი ორგან არ უნდა ეგეწეროს, უნდა ეცადო რომ არ დაწერო, რა, ამიტომ არ მე რიბეთ ვარ. და პირიქით რაღაცა რამე შეცვალა მოგინდეს, მე ორგან და ბერგავმა შეცვალა. მოდი გამოვიყენოთ require მეთოდი, იმიტომ რომ requires, ანუ ამ ფაილის garaში იდეაში ამ კოდს აზრი არ ექნება, ამიტომ აუცილებლად გვჭირდება ეს ფაილი. require once php. და იგივე კოდი გვინდა აქაც. დანარჩენი ნაწილი, ესე იგი, მსგავსი იქნება, ასე იგი, ვქნით ისევ SQL მოთხოვნას, ოღონდ ამ შემთხვევაში გვექნება select-ის სახით. select გვჭირდება ID. უბრალოდ მოდი აქ აუცილებლად დაგვჭირდება დაჯოინება მომხმარებლებთან, იმიტომ რომ იმ თვითების ლისტში უნდა გამოვაჩინოთ თავშოთ ავტორი ვინ არის ამ თვითის. ამიტომ პირდაპირ ეგეთი მოთხოვნა დავწეროთ, მოდი და ანუ იდეაში SQL-ის სინტაქსი იქნება ესეთი რაღაცა, ხო? გვინდა ID-ის სვეტი თვითების ბაზიდან, იდეაში როგორ ქვია სახელი? tweets, ხო, აი ამ ბაზიდან გვინდა ID, ესე იგი ID, user ID, content-ი და add date-იც გვჭირდება პრინციპში. ანუ tweets ID, tweets user ID შეგვიძლია user-ების ბაზიდან სამოვიდოთ. შემთხვევაში ეს იგივე გამოვა. გვჭირდება content-ი და გვჭირდება add date. ასევე გვჭირდება user-ების ბაზიდან username-ი და მოდი email-იც სამოვიდოთ. მაგალითისთვის username და user email. ეს არის იმ სვეტების ჩამონათვალი, რომელიც აი ამ ორი ბაზის გაერთიანების შემდეგ დაგვჭირდება, ну, ნაწილი ერთი ბაზიდან, ნაწილი მეორე ბაზიდან. ამის მერე ვწერთ, ესე იგი, ასეთ რაღაცას from, ანუ იმ table-დან მთავარი table, რომელიც არის, საიდანაც ინფორმაცია მოგვაქვს, ჩვენ შემთხვევაში ეს არის თვითების ბაზა, ხო? გვინდა ყველა თვითი, იდეა არის ესეთი, რომ გვინდა ყველა ეს თვითის ჩანაწერი პლუს ამას გამოყოლებული user-ების ამ შესაბამისი თვითის user-ების შესახებ ინფორმაცია, ხო? ამიტომ თვითონ from ნაწილში ეწერება tweets table-ის სახელი tweets. ამის მერე წერთ უკვე join-ის ნაწილს. ანუ ვაჯოინებთ ამ tweet-ების tables user-ებთან, სადაც tweets user ID უდრის რას? users ID. ხო, ანუ ამ ორ tables ერთმანეთთან საერთო აქვს user-ების ID. ანუ tweets user ID შეესაბამება user-ების table-ში რომ პირველივე სვეტი აქვს ID მაგას. მოდი ჯერჯერობით მეტი არაფერი დავწეროთ, აქ მე დაგვჭირდება პრინციპში სორტირების ნაწილი დავწეროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ესე იგი ახლა ბოლოს დამატებული ტვიტები რომ თავში იყოს, ხო, ამიტომ უნდა დავალაგოთ მაგალითად Android-ის მიხედვით, ან ID-ის მიხედვით, ორივე ერთი და იგივე შედეგს მოგცემს. კლებადობის მიხედვით, ხო, რაც უფრო მაღალია ID-ის შესაბამისით, ის უნდა იყოს წინ. ამიტომ ესეთი რაღაცა დაგვჭირდება order by ვალაგებთ tweet-ების ID-ის მიხედვით, tweets ID და ვალაგებთ კლებადობის მიხედვით, ამიტომ descending order-ი გვინდა, ეს ნაირად დავწერთ. თუ გვინდა პირიქით ზადობის მიხედვით, აქ დავწერდით ASCS, ესე იგი extending order. Okay. მე მგონი ამაზე წინა ლექციაში არ გვთქვია. Fetch, ანუ რა ტიპის, რა სახით შეგვიძლია ეს ინფორმაცია
წარმოვიღოთ fetch mode ეგეთი პარამეტრი არ გვიხსენებია ხო აქამდე პედეოზე. ანუ იდეაში არსებობს რამდენიმე გზა, ესე იგი როგორ მოგვივა უკვე PHP-ის ხარისზე მონაცემთა ბაზიდან წამოღებული ინფორმაცია. ორი ყველაზე ესეთი მეთოდი რაც ხშირად დაგჭირდება ეს არის ან ობიექტის სახით ამ ინფორმაციის წამოღება, ან მასივის სახით. მოდი გავაკეთოთ ახლა მასივის სახით და აი მიხვდებით რას გულისხმობ. ესე იგი რა ფორმით გვინდა ამ ინფორმაციის მიღება, მაგის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად, ვიძახებთ ისევ აი STH-ს და ამ STH-დან ვიძახებთ set fetch mode ესეთი მეთოდი არსებობს და ამ set fetch mode-ს გადაეცემა რამდენიმე შესაძლო პარამეტრი, რომელიც თვითონ PDO-ში არის უკვე განსაზღვრული. ეს პარამეტრი შეიძლება იყოს ესეთი რაღაც PDO 2 წერტილი და fetch sorts. ამ შემთხვევაში ინფორმაცია დაგვიბრუნდება ასოცირებული მასივის სახით, ანუ ზუსტად ისეთი მასივის სახით, რომელიც ჩვენ აქამდე ქონია დაუშვათ და მეორე ვარიანტი არის მაგალითად fetch object აი ესეთი რაღაცა ობიექტის სახით დაგვიბრუნდება და შეგვიძლია უთხრათ რომ ორივე დაგვიბრუნდეს, დაუშვათ ორივე სახით დაგვიბრუნდეს fetch აი ეს პარამეტრს გადავცემთ დაგვიბრუნდება 2. ამ პარამეტრების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აი ამ ფუნქციის დოკუმენტაციის ნაწილში ნახოთ. კითხვები არ გაქვთ? იაში აქ უნდა იყოს რაღაცა. ჯობია იკითხოთ, თორემ მე ვერ გაიგებთ. ანუ ის fetch დიდი ასოციაცია ეგ საერთოდ კონსტანტური ცვლილებებია ზოგადად რა. ხო გავიარეთ კონსტანტური. არა, არ გაგვიძლია რა. გავიარეთ. თავიდან იდეაში ეს არის კონსტანტა, ეს არის სტატიკ ცვლადი, რომელიც პრინციპში არ გაგვივია. ვიდეოს 2 წერტილზე არ უთხარი, ამ სახელზე უთხარი რა. რომ ეს არის განსაზღვრული რომ რაღაცა. ალბათ აი ვიდეოს წერია ეს fetch ასოციაციები. თვითონ PHP მიცის რომ აი მაგ ტექსტში გულისხმობა რაღაცა ფუნქცია, რომელიც მე უნდა შეასრულოს რა. მეუბნებით რომ ჩვენი ინფორმაცია გამოგვიტანე ასოცირებული მასივის სახით. მაგ ტექსტს რო წერ რა, იქ ზუსტად ეგრე უნდა ჩაიწეროს რა და აი ეს დოკუმენტაციაში ახლა წერია რა. ეს 2 წერტილის რა. fetch mode. აი ბოლო მეათი ხაზი რა არის რა. იდეაში ამ OP-ს ნაწილზე რო გადავალთ, ეს უფრო გასაგები იქნება. დაახლოებით ესეთი რაღაცა, აი იგივე რაღაცას აკეთებს, რაც ნუ მსგავს რაღაცას აკეთებს, ანუ ეს არის რაღაცა ობიექტი. მოდი, უბრალოდ ჩვენ ეს რაღაცა მოგვეწეროს დოლარის ნიშანი. არა, ჩარჩენებული ფუნქცია ხო გავიარეთ, რომ თვითონ API აქვს ობიექტია, რომელსაც რაღაცა მეთოდები აქვს და რაღაცა ფუნქციები აქვს, ხო? ხო. ისეთ მიმართავთ ხოლმე, რომ აი მაგალითად მე მინდა იმ PDO ობიექტში ისაც რომ ვაკეთებ, მაქვს იმ PDO-ში რაღაცა ფუნქცია და იმას ვიძახებ მაგისტრით რა. ესე იგი PDO-ში გამომიძახე ეს ფუნქცია, ან ეს ოფშენი და 2 წერტილით კიდე სტატიკური, ნუ ობიექტზე ორიენტირებული და იგივე საკეთებს რა, უბრალოდ სტატიკურად ხდება რა, იგივე ის არია, თუნდაც ნუ სხვა იმეებით არის რა, იმ ობიექტზე ორიენტირებული შევიდეთ. მიხვდება, მიგულისხმობა რომ PDO-ში არის ან ეს ორიენტირებული შევიდეთ, ამისით გამოვიყენებთ მაგას პრობლემები. იქ გააჩნია შემთხვევაში. იქ ბევრი რაღაც იწერება ამ სინტაქსით და რატო ანუ რას ნიშნავს ეს სინტაქსი და რას ნიშნავს ეს სინტაქსი უფრო გასაგები იქნება. ეს სიტყვები საიდან მუშაობაში fetch mode იმჭირდება. fetch არის რას ნიშნავს ინგლისურად და გასაგებს ორივეს ანუ ორივე რაღაც ინფორმაციის რაღაც ფორმის იდეაში ახლა ეს ნუ რაღაც ნაწილობრივ რაღაც უნდა დაიზეკვე. ჩაშენებული
ახლა უკვე პედო პრობლემას დაგუგლავ და მე რექს პრობლემას აი როგორ აი რაც გაქვს პროგრამას აი რა გასაკეთე ეს გამიგუგლა როგორ დაგუგლა რა ეს აი მითხარი სიტყვებით და გადათარგმნეთ ჩაწერილი და სტეკორფლოუს გამოვარდება ინსვერი და მე რა იქ რასაც ვერ გაიგებ ცალკეულინეს გადასვლავ Google არის თქვენი მეგობარი და პედოს ჩაწერეთ php.net-ზე და ამგიგდეს შვება რა გადაეცემა რა გადაეცემა ქვევით არის მაგალითები რომ რამდენიმე მაგალითი ლინკი წერია კომენტარი ერთადერთი ამ შემთხვევაში უბრალოდ პედეოს დოკუმენტაციას უნდა მიაგნო PHP-ს გვერდზე. ხო მე გევალება, მეტი არ არა ეს ამავე პედო რომ ჭირდება როგორ მივხვდები დაახლოებით How to რაღაცა connect database რაღაცა PHP და database დაგუგლე და სულ ეგ არის. სამ სიტყვაზე შეგი ვიდეო ესა რა არა, ვიდეო არის. ვიდეო არის გავუწოთ. არა ვიდეომდე უნდა მივიდეთ და PHP database დაგუგლავ და მე how შეგიძლიათ ჩააკახოს Google იგებს ეგეთ რა Please help შეგვიძლია. ნუჯისერა დედამიწის ეს ოჯი არის კიდე ის რა თვითონ შემოძებლის პაკისტანელები და ქართული პროგრამისტები გუგლავენ ეგრე ინდოელებიც კიდე და ქართული პროგრამისტები ეგრე PHP how to database make ჯგუფებში რა PHP-ს კარგად ერთი წამით მოწერე ოკეი. ეს მოთხოვნა ჯერ კიდე არ შესრულებულა. და სრულდება ესეთნაირად, ანუ უნდა გამოვიძახოთ მაგალითად აი ამ STH სვლადიდან fetch მეთოდი, რომელიც აბრუნებს ვთქვათ კურსორის ტიპის სვლადს, ანუ ერთ გამოძახებაზე ეს fetch მეთოდი მხოლოდ ერთ მნიშვნელობას გვიბრუნებს. ანუ აქ რო ეს მომცემთა ბაზა აბრუნებდეს აი ეს select query ამ შემთხვევაში რო აბრუნებდეს ბავშვი რაღაც ძალიან მილიონ ჩანაწერს, ხო? ერთიანად მაგის ჩატვირთვა. ერთიანად მაგის ჩატვირთვა მეხსიერებაში და მერე დავუშვათ რაღაც მასივში გატანა და ასე შემდეგ, იქნებოდა ძალიან დიდი ოპერაცია. ანუ და შეუძლებელიც კი თუ ძალიან დიდი ინფორმაციაა, ხო? ამიტომ გვჭირდება ესეთი რაღაცა, რომ ნაწილ-ნაწილ, ანუ სტრიქონ გავყვეთ ამ ყველაფერს და დავამუშავოთ როგორც გვჭირდება მე. ესეთი, ანუ ეს ხდება შემდეგნაირად, ანუ წერთ ესეთ რაღაცას, ვიყენებთ while cycles და ვიძახებთ აი ამ while cycle-ის შიგნით fetch მეთოდს. ოღონდ ვიძახებთ როგორ? ეს fetch მეთოდი თავისხრივ აბრუნებს სტრიქონის შესახებ ინფორმაციას და აი ამ ადგილშივე ამ ინფორმაციას ვინახავ რაღაც სვლადში. ნებისმიერ სვლადი შეგვიძლია აქ შევქმნათ, დავარქვათ მაგალითად row, ანუ სტრიქონი და ეს row ტოლია აი ამ STH სვლადიდან გამოძახებული fetch მეთოდის. ეს ის არის ნაწილ-ნაწილ წერება. ერთად ზუსტად ესე იწერება როგორც აი ტერმინუსი და მე არა, საცალკე არის. ამას გვიხსნა. საცალკეა, ხო, ორი სიმბოლოა. მინუსი და ვეტო. რა სტრანია რა ის არის რომ ორი სიმბოლო წერება. აბა ისე სიმბოლო შეგვიძლია მე წინაზეც გამიყვერდა, მაგრამ არ ვიკითხე კი ასნი. ანუ ისე დაწერს რომ გონიერებ ერთი სიმბოლო. ხო არა? არ არის ისაც ეძებდი სადაც ეძებდი ისარი რომ არ ვიცი უცნაური შეკითხვა. ეგ თუ ვიდმეს დაიწერეს და დაგდათოთ. ეს იცის რა გავნაკოდიროთ საიტი რო არა ყოველ ციკლად დაწერე. ოკეი, ანუ ესე იგი რა ხდება აქ? ყოველ ესე იგი ეს ციკლი შესრულდება იმდენჯერ, რამდენჯერაც აი ეს fetch-ი, ესე იგი არა false მეთოდს დააბრუნებს, ანუ როცა ბოლო შედეგამდე მივა fetch-ი დააბრუნებს არა თვითონ რამე სტრიქონს, ესე იგი ინფორმაცია როცა აღარ იქნება, არამედ false, ხო? ანუ არა გეტყვის რომ აღარ მოხდა არაფერი. როცა ეს დააბრუნებს false, ამ ცვლადის მნიშვნელობაც გახდება false-ი და შესაბამისად მთლიანად ამ პირობის მნიშვნელობა გახდება false. ვიცით რომ როცა აი ამ პირობაში false-ი წერია, ანუ არა თუ უფრო სწორად ასე ვთქვათ,
არათუ მნიშვნელობა, ეს ციკლი ჩერდება. ხო? ანუ აბა რა ხდება ვინ იტყვის? აი ამ პირობის, ესე იგი, მნიშვნელობა, აი მონიშნული რაც არის, იქნება საბოლოო ჯამში ის, რაც დაბრუნდება აი აქედან. უდება თქვია. ეს ტოლობა რეალურად არაფერს არ ნიშნავს აქ რა, უბრალოდ ამ ცვლადში ვინახავ დროებით აი ამ ინფორმაციას, რომელიც მე შემიძლია აქ გამოვიძახო. ანუ სანამ თულა ეგრე შესრულდება სულ. თვითონ ციკლისთვის, ანუ ციკლი გაჩერდეს თუ არა, ეს კოდი იგივეა, რაც აი ეს რო წერებული იყო რა. არაფერი განსხვავება არ არის. ანუ შესრულდება მანამ, ანუ პირველ შესრულებაზე. აღარ ეხლა იმ როგორ? სულადით ბაზიდან რაღაც იმებს გამოვიდა, ხო? აი ამ ცვლადით, ხო? ესე იგი, ეს ფეტში აბრუნებს. ეხლა ჩვენ ამ მეთოდით ვცდილობთ აი ჩამოწერილი ზედა ხო ცვლადებს. ხო, tweet ID-ს, tweet ინფორმაციებს მივწვდეთ, ხო? ანუ ჩვენ გვიწერია ინფორმაციები უნდა წამოვიღოთ ბაზიდან, ხო, ზევით. ხო, ანუ ზევით ვიწერია ბაზის სახელები. ხო, select გვიწერია რა მჭირდება, რა ველები ხო წერია, tweet ID, tweet user-ი. ესენი საიდან tweet-ებიდან მე დავაკავშიროთ user-ის მასთან და ეს ინფორმაცია გამოვიტანოთ, ქვემოთ მიგვიწერია, რომ პედეო ასოცირებულ მასივში გამოვიდეს ეს ინფორმაცია და აი while-ში რაც ვილაპარაკეთ, რა გვიწერია, აი თუ გაიგეთ, აბა ვინმე თუ ახსნის, რომ ანუ ოპერაციულად როგორ სრულდება და მაგალითად 10 ჩანაწერი მაქვს. ამის დასელექტების შემდეგ, ანუ რა ხდება? სანამდე ანუ როგორ მუშაობს ეს while-ის ჩაწერილი? ანუ ყოველ გამოძახებაზე გადადის შემდეგ. მე რომ მივადა, რომ აღარ გახდება, მე რა ფულს დააბრუნებ და გადავ. აი ეს ტექსტი წერე გაგუნას პირველ შეტექსტს და ეხლა ესე რომ ჩავამოდი 10 ჯერ ეს ტექსტი, ანუ ყოველ გამოძახებაზე შემდეგზე გადავიდოდა რა. აი ეხლა ხო ჩვენ while-ში ვატრიალებ, ესე ჩამოგვიწერა იგივე ტრიკონები ეს 10 ჯერ, ხო? ანუ სანამ იქ არის data, მანამდე while მუშაობს და data რომ აღარ იქნება, უკვე ფუნქცია და ჩავეს და გადადის. გამოიწვია ამასო დაწერე. ეს გამოვიდეს პირველ ხაზს, ეს გამოვიდეს მეორე ხაზს. ხო, აი 10 ჯერ რომ დავწერო იგივე რა, ანუ აი ესეთი რაღაცა რომ ჩამოვწერო ბევრჯერ. ყოველ გამოძახებაზე შემდეგ ტრიქონს დამივიდნენ. 11-ზე რომ ჩამოვწერო, 11-ზე მეტყვის, რომ 11 არ მაქვს, ანუ ფოლსტამის while-ში გადაიწერე. while-ი ხო იქამდე ტრიალი, სანამ true არის რა. მან რო ეხლა ესეთი ციკლი მქონდეს, რომელიც true-ს მიბრუნებს და მაშინ გაჭედავდა. რა გაიშვება. ეს გაჩერდება, მაშინ უცა false-ი დაბრუნდება რა. და აი მაგიტო მოახვედრეთ while-ში. აი ამ შემთხვევაში ესე აი ვარიანტია რა. და ისე რა მაინტერესებს, ანუ ეს ხო რეალურად სერვერზე ხო მუშაობს ეს მოთხოვნა, ანუ და აი რაღაც კოდი რო დაწერა, რომელიც უყავს. სერვერი როგორ იზღობს? მან თვითონ user-ს აქვს განკუთვნილი რამდენი რამის გამოყენება შეუძლია. user-ის დონეზე არ ხდება მაგის გამოყენება. ან ბავშვებს მე ხო შეიძლება რაღაც კოდი დავწერო, რომელიც იგუბება და ამით სერვერი გავჭედო. გაჭედავს სერვერს. არა, აი თვითონ თლიანი სერვერი, ანუ სერვერზე ხო ბევრი user-ის ის არის რა მაგას მიწევს. ეგ უკვე არა, მან ზღუდა PHP-ს რა ხელა რესურსების გამოყენება შეუძლია რა, დაუშვათ. ხო, ანუ user-ზე გამოყოფილი რესურსი და ის პროცესი უკვე შემდეგი პროცესი აღარ გაეშვება თუ იმაზე მეტ რესურსი იყენებს PHP. თლიან სერვერს თუ სწორად არის PHP დაკონფიგურებული ვერ დააგდებ ასე ვთქვათ. თუ არასწორად არის შეიძლება სერვერიც დააგდო. თუ განუსაზღვრელი რესურსი აქვს და ისეთ რაღაც საკეთებ, რომ ყოველ ახალი user-ი რაღაც n რაოდენობით თვითონ 30 წამში ხო აქვს რომ მე გაგდებს თუ request-ი. არა, მაგის შეზღუდვაც მოხსნა შეგიძლია, რომ შეგვიძლია ვიცი ხო, აკეთებდა და უკვე ძალიან თუინდომა შეიძლება სერვერის აგდება. კაი, ეს ტრიქონი გვაქვს ახლა ესე იგი ამ ცვლადში. კაი, მაინც გაუგებარი არის ეს. აი რაღაც დაწეთ მე ვეკითხეთ, აბა რა დავწერეთ? აი თუ გასაგები არის, ეხა აქ როგორ დავწერო, მიმდინარე ტრიქონიდან აღებული მაგალითად ну content სიტყვაზე. ეხლა ეს რო content. როგორ? ეკო. მერე? row. მასე როგორც ხო. tweet content. row content ესე? ეთანხმებით? არა ეს აი tweet-ს tweet content და
Tweets წერტილიდან კონტენტი. Tweets წერტილი content? განიზავს. დღეს თამაშობ შევარდენძეს ვიდეო. არა, tweet. სწორი, ეს სწორი არის, ანუ tweets content-ი აღარ ჭირდება. აქ ინფორმაცია მოგდის იმ ID-ით. ამა გითხოთ. ეხლა მან თქო user-იდანაც რეალურად. კი. ერთ რაის სახელები რო მაგიტო მაგ შემთხვევაში გამოიყენება ესეთი ეგრეთ წოდებული ალიასის შექმნა, შეგვიძლია აი ამ სვეტს გადავარქვათ სახელი და რეალურად სხვა სახელით დავგვიბრუნდეს, რაც ხდება შემდეგნაირად. აი მაგალითად აქ თუ გვინდა არა კონტენტის სახით წამოღება, უკეთ მოვაგდებ. არა, დავუშვათ რომ ერქოს კონტენტი არამედ სხვა რაღაცა, წერთ ეს რაღაცას ez და დავუშვათ tweet content. ამ შემთხვევაში იგივე ინფორმაცია მომდის, უბრალოდ ქვემოთ ამას ვწვევი როგორც tweet content. ხო, ანუ შეიძლება ორივე გაქონდეს name-ი ან რაღაცა და გადაწერა რო არ მოხდეს. ანუ იმ tweet content შევცვალეთ სახელი, ხო? კი. ხო, ხო. ერთი და იგივე სვეტები შეიძლება ორ ბაზაში იყოს. ეს user ID შეიძლება user-ების table-შიც იყოს და შეიძლება tweet-ების table-შიც იყოს, ხო? აი აქ როცა აჯოინებ როგორ უნდა მიხვდეს დაუშვათ ეს ქველი, აქ რომელი სვეტიდან აღებული ინფორმაცია დაგიბრუნოს. ამ შემთხვევაში ნუ user ID-ების შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება, მაგრამ ხო შეიძლება რომ არ იყოს ერთი და იგივე ისეთ სვეტების სახელი და მაგალითად ერთი და იგივე name-ი აქაც არის და იქაც არის name-ი და ხო უნდა მიხვდეს. ანუ გადააწერს და ორივე გამოხდეს ერთი და იგივე name-ი და გადააწერს და ბოლოს გამოიტანს და. იქნება ორივე გჭირდება შენ ინფორმაციაში და ამიტომ ერთ-ერთს უნდა გადააწერს. გამოიტან რაღაც სხვა სახელი. არა, ბაზაში არ მაგადა. ბაზაში არა. თავიდან შექმნის შეკრე 50 სახელი. სახელები ისეთ საფიქრებია ხოლმე. სვადზე რეგდე ბაზაში. ყველაზე name user name. აი აქ მაგალითად ეხა კონდეს tweet-ში ხო გაქვს add date. ე join-ი ვისთვის გჭირდება? დები. ანუ join-ს რატო რა დროს ვაკეთებ? თუ მივხვდით მაგას. ანუ ვისთვის გჭირდება ვაფშე რატო წერდა? აი ხო თქვა ის რომელი username რო ანუ ის ბაზები რო დავა. ისინი რო დავუშვიეთ. table-ები, ან table-ებს ვაკავშირებ, რატო ვაკავშირებ თან? რა შემთხვევაში შეგვიძლია? ორჯერ რო გამოვიდა ხო user-იდან რაღაც. ხო, აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი რეალური მაგალითი, აი ამ შემთხვევაში შეიძლება რეალური მაგალითი არ არის. ხო. აი პროგრამას ვაკეთებ და რა შეიძლება გაგჭირდეს მაგალითად join-ის გაკეთება, რომ ესე რომ თქვა ორი table-ის ერთმანეთთან რაღაც დაკავშირება იყოს საჭირო. ანუ ერთი user-ები გვაქვს დაუშვათ, მეორეში ამ user-ის data დაუშვათ, ანუ ერთშია დაუშვათ user-ის სახელები, მეორეში ანუ user-ის ან პროფილის სახელი და ამ თითოეულზე დაკავშირებული და ერთად რო გამოვიტანოთ ორივე ინფორმაცია. ანუ რაღაცა აი ხო Twitter-ზე რო გჭირდება დაპოსტვის დროს იმ user-ის username-ით რო იპოსტებოდეს. ხო? ანუ ვინ დაპოსტა იმის სახელი რო გავხსნა. ანუ ავტორიზაციას ხო გადიხარ, ავტორიზაციაში ხო და შენ რასაც პოსტავ, ის გამოდის შენ nickname და ის nickname-ით არა ხარ დარეგისტრირებული იმაზე, რასაც. ანუ ერთი ბაზიდან nickname მოვაქვს და მეორე ბაზიდან nickname-ის შესაბამისი tweet-ი რა დავუშვათ. ხო, აი ხერხა უკეთესი რა. ანუ როცა გვაქვს მაგალითად ერთ ადამიანს აქვს თქვა სამი სურათი მიმაგრებული რა. აი როგორ უნდა გააკეთო მაშინ? თქვა შენ ხარ და შენ უნდა გქონდეს სამი პროფილის სურათი. ესე ხო, ან შეიძლება მეტი სამი არ თქვა 5-6 და განსაზღვრავდი. შენ ხო არ შექმნი შენს გასწრულ, აი სახელის ველი იმგვარ და მე ხო არ დაიწყებ ესე ველები შექმნას, რომ სურათი 1, სურათი 2, სურათი 3 და ანუ ერთ სვეტში, ამიტომ აკეთებ ცალკე იმას tables, არ ქვენ მაგალითად სურათები, აი ყრი იმ სურათებს რა და თუ გჭირდება რომ მაგალითად შენი კონკრეტული 5 სურათი თუ 6 სურათი ამერინი გაქვს შენი პროფილზე მივუნე ამოიღო მაშინ უბრალოდ ამ პროფილში აჯოინებ რომ აი ამ user-ისთვის აი ამ user ID-ით მე იქ ჩაყრილი მაქვს მომიძებნა ესე იგი შესაბამისი ამ user ID-ზე სურათები რაც ეკუთვნის ამ ტიპს და გაერთიანდა და წამოიღე და მე სურათები მჭირდება აი ეგეთ კავშირები მაგალითად რა თქვი პოსტების დროს მაგალითად ვიღაცა წერს და ბევრი პოსტები დაწერილი და რომ გავიგოთ რომ 100 პოსტი მოგა დაწერილი ხო უნდა დავაკავშიროთ ვიღაცა ტიპთან ეს პოსტები აი მაგ დროს ვიყენებთ ამ join-ს რომ წამოვიდეთ ინფორმაცია დავუსვანო აი დავისვამ და მე იდეაში აი ეს PDF-ში ასოც ამ ეს პარამეტრი როგორ გინდა ინფორმაციის მიღება აქაც შეგვიძლია გადავცეთ ერთ ხაზს მოვიგებთ ამით თუ ესე იგი შევნიოთ
ესე შეიძლება გაკეთდეს ერთი იგივეა. რომელიც აკე დავტოვოთ მაინც. კაი, და ეხლა გვინდა რა, ეს ინფორმაცია გვაქვს ამ ადგილას მასივის სახით და გვინდა კი, რამდენი ხანია. და გვინდა JSON-ის სახით, ანუ ამ ფაილმა რა უნდა გააკეთოს, ესე იგი ეს ინფორმაცია გამოიძახოს ბაზიდან, რაღაც მასივში ჩაყაროს და ეს მასივი დავაბრუნოთ მე JSON-ის სახით, რომ უკვე JavaScript-მა აიღოს მე ეს თავის მასივი, უკვე JSON-ის სახით და გამოაჩინოს საიტზე. ანუ ვაკეთებთ ესეთ რაღაცას, დავარქვათ, დავუშვათ results და ეს results იყოს ცარიელი მასივი. და ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. მოდი აი ამ result-ში გავაკეთოთ შემდეგი რაღაც. ანუ თითოეული ელემენტი აი ამ results მასივის იქნება თავისუფლი მასივი, რომელშიც იქნება რაღაც ველები. ეხლა ეს ნაწილი შეგვიძლია ესეთნაირად გავაკეთოთ, დავუშვათ აი ამ result-ში პირდაპირ ჩავაგდოთ row ცვლადი და ამ შემთხვევაში ვიცით რომ ეს არის თავისუფლი მასივი, სადაც ელემენტები არის თვითონ აი სვეტების სახელები. ანუ აქ იქნება ერთი key ინდექსით ID, user ID და ასე შემდეგ. თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ გვინდა ასე ვთქვათ, ყველანაირი დამუშავების გარეშე, ეს გზა ფაქტიურად, შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ ინდექსების შეცვლა მოგვინდა, ანუ პირველი რო ID არის და user ID. თანმიმდევრობას არანაირი აზრი არ აქვს, რა თანმიმდევრობით იქნება. მე ვამბობ, მოგვინდა რომ იყოს თანმიმდევრობით, როგორ გავაკეთოთ. რეალურად თანმიმდევრობის ცნება არ არსებობს ობიექტში რა, ანუ არა გაქვს გარანტია, რომ აქედან გაგზავნილი ინფორმაცია იმ თანმიმდევრობით მივა. მან თუ რაღაც თანმიმდევრობით გინდა, ცალკე ორდერი უნდა გააყოლო და იმის მიხედვით უნდა აკეთო. თუ ხომ მივიღებთ რაღაც ინფორმაცია. არანაირი პრაქტიკული აზრი არ აქვს, მაგრამ საერთოდ უნდა მოგინდეს. არანაირი მნიშვნელობა. ეხლა ამით ხომ მივიღებთ ბაზიდან ინფორმაცია. ხო. და მე რაღაცაში უნდა გამოვიყენოთ ეგ ინფორმაცია. შენ შეიძლება გულისხმობ მნიშვნელობის შეცვლას, არა თანმიმდევრობის შეცვლას. აი მაგალითად რაში შეიძლება დაგჭირდეს ამის ესე გადაწერა და ხელიცად თავთ ყველა ველის ჩასმა. ან რომელიმე უკვე ჩასმული ველის რედაქტირება, ახლა ორივეს განახილ. მაგალითად, აი აქ გვაქვს ესეთი ველი add date, რომელიც არის აი ესეთ ფორმატში. რაღაც წელი, თვე, რიცხვი, საათი დრო. მე მაგალითად მინდა რომ ეს გამოვაჩინო არა ესეთნაირად, არამედ უბრალოდ საათი გამოვაჩინო. არა, მაგას არ გულისხმობთ, მაგრამ თუნდაც ეგ ანუ იქ ხო უნდა ვიპოვოთ. ხო, აი მოდი ეს მაგალითი გავაკეთოთ და იმ დარწმუნებული ვარ მიხვდები მაგ შეკითხვაზე პასუხს ახლა შენ რასაც გულისხმობ. დაუშვათ აი ამ ინფორმაციის შეცვლა მინდა მანამ სანამ კლიენტს გავუგზავნო. აი ამ კონკრეტული date time-ის შემთხვევაში ეს შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგნაირად. და ერთ ზოგადად MySQL-ის ერთ მაგალითსაც შევეხებით ამით. MySQL-ში შეგვიძლია აი ეს ველები, სანამ ამ კონკრეტული ამ სვეტის მნიშვნელობა დაგვიბრუნდება, გადავცეთ რაღაც ფუნქციას. შეუულებრივად, როგორც PHP-ში გადავცემთ ფუნქციას რაღაც მნიშვნელობას და ეს ფუნქცია მე რაღაც მნიშვნელობას აბრუნებს, ხო? გაუშვათ, ამატებს, გამრავლებს ორზე ასე შემდეგ. შეგვიძლია იგივე ოპერაცია გავაკეთოთ MySQL-ში. სინტაქსი აქაც ზუსტად იგივე არის. და ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც date time ტიპის სვეტებზე შეგვიძლია გამოვიძახოთ, არის Unix timestamp. ქვედა ესნაირად იწერება Unix timestamp და ის სვეტი, რომელიც უნდა გადავცეთ. აი ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, date time სვეტების სვეტებთან სამუშაო ფუნქციების ოჯახიდან ერთ-ერთი ფუნქცია, ძალიან ბევრი ფუნქცია არსებობს. სხვა კიდე, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში გამოიყენება და ეს აკეთებს ეს რაღაცას, რომ აი ეს გადაცემული თარიღი, რომელიც აქ-წერია ესეთი ადამიანური ფორმით, ხო გადაყავს რიცხვებში, ანუ Unix timestamp-ი რაც არის. წამების რაოდენობა იმ რაღაცა წლიდან მოყოლებული 1990. ანუ აი ამის შემდეგ დაგვიბრუნდება არა ესეთი რიცხვი, არა ესეთი შედეგი, რაც აქ-წერია, არამედ ესე იგი ის წამების რაოდენობა, რაც 1970 წლიდან აი ამ თარიღამდე გავიდა. ესეთ რაღაცას აკეთებს Unix timestamp.
და გვინდა რომ ეს უბრალოდ აქ დავუწერ ამ ეს ოპერატორს გამოვიყენებ და დავარქვათ ისევ add date. რომ ადამიანური, ასე ვთქვათ, ადგილად ასაღები ფორმით მომივიდეს, მე აი ამ row ეს add date მარტო ამ PHP ფაილში მოქმედებს, ხო? ეს ამ დასახელებით. add date ხო, მარტო აი ამ მოთხოვნის ანუ აი ყვევით რო დამჭირდა, ანუ სხვა ანუ მარტო ამ PHP ფაილში არის ძალაში ეს. ხო, ანუ add date. add date ძალაში არის მარტო აი ამ ცვლადიდან აღებული fetch-ში შემთხვევაში. ცოტა ტექნიკურ ენაზე ვთქვით. აი ამ ცვლადიდან როგორ მარტო შიგნითა და იმაში. სად რო დავწეროთ ეგ ხობა? რაზე დავწეროთ? echo results. ეგ მასივი იქნება და echo-თი დაგიწევს რომ ან array to string. ხო, არა, ეს რატო დავწერე ხა, ეს ამით არ დამთავრებულა მაგალითი. აი აქ ეხა რეალურად რიცხვის გამოჩენა ხო არ მინდა რომ ისე იმ ფორმატით გამოაჩინო, რომელი ფორმატიც მე მინდა. აი აქ გავაკეთებ ეხა ესეთ რაღაცას მე ვიყურე. ანუ JS გადაგვაქვს PHP-ს გასაგებ წამების იმაში და მე PHP-ს აქ ხო. PHP-დან PHP-ს საშუალებით გადაგვაქვს ამას სხვა ფორმატში. იმიტომ რომ აი ამ ფორმატში რომ მივცეთ PHP-ს. იდეაში ну, პრინციპში ამ ფორმატითაც შეიძლება რომ ამ ფორმატსაც აღიქვავს ესე იგი რა. არის მაგის ფუნქციები, რომელიც ეს ფორმატს გადაქმნის. უბრალოდ ამ შემთხვევაში უფრო მეტად მაგალითის გამო ვაკეთებ ეს რაღაცას, რომ შეიძლება სხვა ტიპის ტრანსფორმაცია მოგინდეს, რომელსაც ეგრე მარტივად ვერ გადადის. აი აქ შევქმნი ესე დროებით ცვლადს, რაღაც x ცვლადი იყოს, რომელიც იქნება მიმდინარე აი ამ მასივის ინდექსი, აი ესეთნაირად და აქ გავზრდი აი ამ x1-ით. ეს ახლა ზუსტად იგივე რაღაცას აკეთებს, რაც აქამდე აკეთებდა, ხო? აი ამ მასივში ვამატებ ელემენტებს, რომლის ინდექსაც ამ შემთხვევაში უკვე ხელით ვუთითებ და ეს ზუსტად იმის ტოლი იქნება, რასაც თვითონ PHP მიანიჭებდა ინდექსებად, ხო? ანუ 0, 1, 2 და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ორი ოლიმპიადი. ხო, როდესაც ავთვალეთ ძალიან მალე რა ვეცდები რომ ძალიან ერთ მაქსიმუმ 10 წუთში მოვუწევთ. ორი პროექტორის თეთრი საკრე. არა, ერთი ხო ჩვენ კარტებს ერთი ჩვენ გვაქვს ახლა განაყოფა. არა, პროექტორი. პროექტორი. ვიცი, ყოფილი. აქ ზედ ხონდა აქ მე რა ისე დავისამოთან თავისი შავი და ჩაკეთილი ჩავიტანა. ძალიან ცუდია რომ ვერ ვასწრებთ ბოლომდე. და აქ გავაკეთებ ესეთ რაღაცას, აი ამ results flag-დან ისევ x მივანიჭებ მნიშვნელობას და აი ეს რაღაცას დავწერე მე add date იყოს. აი უსვათ დავწერე ამას და მე მარტოდ დავუშვათ ანუ ეხლა კონკრეტულად ერთ-ერთი ამოვაკლეთ და ეს date ეხლა უყურე აქ რა ხდება. აი აქამდე ვაკეთებდით იგივეს, ანუ ესე იგი აი ამ results მასივში ყვებით რაღაც სხვა მასივებს, ხო? აი ამ ცვლადში რა მასივებიც მოდის იმ მასივებს. აი ამ ხაზზე წერია ესეთი რაღაცა, რომ უკვე აი ამ შედგენილი მასივიდან ანუ add date თვითონ რასაც ქვია, ის სხვა არის მასივი, ის არის rows მასივის ერთ-ერთი ელემენტი. row მასივის ერთ-ერთი ელემენტი, ხო? ოღონდ ეხლა აქ რა ხდება, უყურე? ანუ როგორ ამოიცნობს ის თვითონ add date? ეს არ არის აუცილებელი რომ უკვე არსებობდეს. ხო, შეიძლება არ არსებობდეს. შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს. აქ ერთადერთი რაც გვჭირდება რომ აი თვითონ ეს იყოს მასივი. და ეს მონიშნული რაც არის მასივია, იმიტომ რომ უყურე აქ რა წერია, თვითონ ეს უდრის მასივს. ეს რახან მასივია? მონიშნული. ამ მასივში უბრალოდ ვამატებ ელემენტს, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე არსებობს, მაგრამ ეგ არ არის აუცილებელი, შემიძლია რამე სხვა სახელი დავამატო აქ. და დაემატება ახალი ელემენტი აი ამ მასივში, რომლის მნიშვნელობა იქნება ну რაღაცა. და აი ამ ფუნქციის შედეგად დაბრუნებული რაღაც string. კი, და rows-ში იქნება ისე რეალურად აქ აი ამ ადგილას ესე date ვაქვს რა ჩაცემული. ხო, არა იქ row-ში ვიპოვით.
და ეს გადავაწერო, მინდა რომ ეს რაფორმატითაც წერია, შემიძლია რაღაცა დავარქვა, იქით ნამშევარ და ჩემი არქივიზმში, ახალ გადაკეთება მინუსი დამჭირდებისა. აქ გადაწერა ხდება რა, უბრალოდ XDX რაც ეწერა, გადავაწერე აი ფორმატით, რომ მივაწოდე ჩემი გზა, ეს სტრინგი, დროის სტრინგი და ვუთხარდა დააფორმატოს და საათი და იმით ერქვია წუთი. ეს უბრალოდ ეს რაღაც საკეთებს, რომ აი ამ თარიღიდან რეალურად საათი და ხო, წუთი დაგვუნდება მარტო, მე კარგი. და всё, ну, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეხლა ეს პრინტერით რო გამოვიტანოთ ეს results მასი. მე ესეთი რაღაცა უყურე. იმაში რა წერა? tweets, PHP. სერიალი მასივია. აბა რა გამოიტანს? აბა რა გამოიტანს? აი ზევდი რაღაცები როგორ წერია ყველაფერს. აი იმას ეხო არაფერს არ წერია. აი ეხო არც არის საჭირო. ის ვიდაპირე პრინტერი საფაზე ეხო რა. მაგრამ გამაინის პრინტერს და არის მარტო result აი ის სწავლაში მაგარი ხმარება ბეჭდა ხშირი რა, როგორც ახლა ვიქცევ ექსპერიმენტი ხატარებ ხოლმე და ეს ვაჭამთავ ის ვაჭამ. შეიძლება თუ ვარდამპი გამოიყენოთ. ვარდამპი ყველაფერს ეცავს რა, ანუ ობიექტი არის ესა და დებაგინგის თვალი. იმედი ეგრევე მიდის და ბეჭდა. მე მაგათ მეხმარებდი, აი დღემდე ყველა იყენებს მას სწავლის დროს ვაფშე ყველა ვარდამპი ვეწერა ხოლმე რა. აი თან როგორ არის იცი შემდეგ დაწერო ვარდამპი და მე გავუწერო დაი და აი ის აღარ შესულა. და ანუ რა შევა აი ვარდამპში მომენტე ჩავწერე ეს რეზულტატი და დამიბეჭდავს იმ რეზულტს თუ სტრინგია ეს სტრინგად გამომიტანს თუ მასივია მასიურად გამომიტანს თუ ობიექტია ობიექტად გამომიტანს. დავწეროთ ნახოთ რა. დებაგინგისთვის არის რა, შენთვის არის. კლიენტთან ახლა შენ რო რაღაცას აკეთებ თუ გაინტერესებს რა იბეჭდება ზოგადად რა. აი მაგას ნესო დაბეჭდება ეს კლასი. და დავიწყოთ ვარდამპი თუ ეს არის რაღაცა ობიექტი, ვიდეო რომელიც არის აი თუ შენ თქვენ გაინტერესებს რა ხდება ვიდეოში. და მე ვსვამდი ხოლმე რა, აი არის გავსვამდი რა, იბეჭდება და ეს უყურებ რა, აი აქ. ეს პლაგინი არ არის, რამე ისახს რომ მიიტან და hover-ზე რომ გამოქონდეს. კი, მაგას ნახავთ, უფრო კაი ანუ დებაგინგი ძალიან ესე უფრო ცივილიზებული მეთოდებითაც შეიძლება PHP-ში და ხო, ანუ მაგასაც აი ეს იდეაში აქ ეხა prepare-ის ნაცვლად გამოვიძახე query მეთოდი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ამ მოთხოვნას, ანუ ეს უკვე სრულდება ეგრევე რა მონაცემთა ბაზაზე prepare-ის ნაცვლად. ხო, execute აკლდა და ამ შემთხვევაში ახლა პარამეტრებს საერთოდ არ გადავცემ ჯერ. ჯერჯერობით ეს query მეთოდი იყოს. იგივე რაღაცას აკეთებს, იდეა იგივე უბრალოდ პარამეტრების ცალკე გადაწოდება არ ჭირდება რა, პირდაპირ ეს მოთხოვნა უკვე სრულდება ბაზაზე. ის არის რა თქმა უნდა მე შესრულება მანამდე რაღაცები და აი ეს არის ჩვენი შედეგები, ესე იგი, აი ნახეთ, ეს არის უკვე გარდაქმნილი დრო და საათი და წუთი. აი აქ რო სხვა სახელი დამერქმია, დაუშვათ ორი დრო ერთი დრო ხო? ერთი ძველი ფორმატით ერთი აქ ისე ვიზუალი დარჩება რაც იყო. უკვე და ეს არის სად არის? აი ეს არის ახალი. მე კიდევ მასივს აქვს ძალიან ბევრი ფუნქციები ეგეთია ჩაშენებული ის ყველაფერი მასივი ხო PHP. კი, ანუ მეფი აკეთებს ამას ხო აქვს მეფი მას PHP-ს. რო აწვდი და რაღაც გადაკეთება თუ კიდე რომელიმის. აუ იდეაში რავი ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა კიდე, მაგრამ ჩავიდეთ მასში ჯობია. ეს ამის ყველოდების მე ვარდამპი დაუბრუნე. ლინკარის ასეთ ვარდამპი დაუწერე და ნახე რა როგორ წერე. ვარდა. აი ზუსტად იგივე და პროსტა უკრაინაში უნდა სერვიზე ნახე აქ წერია რომ ეს არის ელემენტიანი მასივი რა. და მე ჩამოშლილი სტრინგი 5 იმისგან შედგება 1 2 3 5 16 იმისგან. რამე ბაგი თუ გვაქვს გასწერე ბაგი თუ გვაქვს ბაგს და გიწერს მაგრამ თუ ვერ ხედავ პრინტერით მაგალითად false null values ვერ დავიწყო ხო პრინტერს არ გამოიყენე. ან თუ გიბრუნდება ვარცეროდან ან false ხო და კიდე რომ ესენი დაგვიწვა ვერ ხდება პროსტა რა ხდება და არაფერი არ ბიჭდება ასე კოდი
რა რომ ვთქვი რა ხდება. აი და სერვერზე პოზიციის. სერვერზე რამდენი გვაქვს? მონაცემი? ან მან და თვითონ სერვერზე რომ is that ორი ის არის გადაგვაქვს სერვერზე შეიძლება შემიძლია გავაკეთოთ და განაისა მაგალითად ვიტყვი რომ 10-დან 20-მდე გავმიტანე. ვთქვათ გავმიტანე სადაც 15 წერია, სადაც სახელი ეს არის, სადაც მაგალითად ამით იწყება და ამით. აი, ეს გავთიშე. დამისორტირე ესე, დამისორტირე ისე, ყველაფერი